გაუცნობიერებლად კი იციან დაღუპის რაღაცის საშიშროება მართლმადიდებლობა და ამიტომ არიან ისინი გამყარებული პოზიციაზე და ძალიან ეროვნულ საწვევებიან. ესე იგი, ქრისტეთი კი არ ხდება ამისი თქვათ გაანალიზება ეროვნული ისტორიით, განწერულია, ეროვნული ისტორია ვერ გადაარჩენს. ყველა გვეუბნებია რომ ამან გადაგვარჩინა. არა, ის სხვა პერიოდი იყო, იზოლაციაში იყო საქართველოს, ევროპასთან არ იყო, არ გეხმარებოდა ამერიკა, ინგლისი, არ იყო მაშინ არც ამერიკა მე-11-12 საუკუნეებში, ხო? არ იყო კაცო. ამიტომ ჩვენი გარეშე მტრები იყო ჩვენი მუსულმანები. გადაგვიარეს, გადმოგვიარეს, იმიტომ რომ ოსიას, წინასწარმეტყველო ოსიას მეოთხე თავის მეექვსე მუხლი არავინ არ იცოდა. ეგონათ მორწმუნეები იყვნენ. ამიტომ შემოკარგებო რა, ეს არ შეიძლება? ქრისტიანისთვის ხო იცი ყველაფერი მოსულა. ჩვენ ვიცით რომ ღმერთი განაგებს ყველაფერს, მაგრამ ვერ ვიტყვი ახირებულოთ ამას არ გააკეთებს. გააკეთებს, თუ იმასთან არა ვარ. არ გააკეთა რომ. ამიტომ იმას გაუბრაზდეთ. ვინ იცის მან ან ძველი წინასწარმეტყველები არა, მან შიოლაშვილი არის საქართველოს ხელში უჭირავს და ხელში რა უჭირავს ამას. აი ეს რა ტერმინები არის? და გადავარჩინოთ საპატრიარქო, გადავარჩინოთ ჩვენი მღვდლები, ჩვენი ეკლესია მართლმადიდებლობას უტევენ. ვინ უტევს? ვინ? მან ის კი არ უტევს, რომელიმე მთავარი არხი. ინტეგრაციაში რო შევლაყუნდი, ინტეგრაცია უტევს და ამას ვერ დახვდე მზად. მართლმადიდებლობით ვერ დახვდები, იმიტომ რომ წალეკავენ. იზოლაციაში იქნები და მოგსპობენ. და ინტეგრაციაში და გლობალიზაციაში რო შევდივართ, უკვე იქ მართლმადიდებლობა საჭირო აღარ არის. ძალიან ზოგადი ის დავხატე აქცენტები და მე შიგადაშიგ ამის გაშლასაც შეიძლება შევძლოთ და რაღაცნაირად თქვენში ადგილი დაუთმოთ ქრისტიანულ სოფხედელობის გაბატონებას. ამიტომ ჩვენ გავერკვეთ ამ სინამდვილეში, ჩვენ არ გავხდეთ მასეთები. და გადავირჩინოთ სულიც და აქაც ვიცხოვროთ იმ წესებით ღმერთმა რომ აქ ღმერთმა წესები რო დადო, ის კი არა თქვა რომ აქ ცუდად იქნებით და ცუდად ყოფნის შედეგად ჩემთან წამოდითო. თუ დაუჯერებდა და კაცობრიობა ქრისტეს, აქაც ჩვენ დროებით ცხოვრებაში ძალიან კარგად ვიცხოვრით. ვიუჯერებს ვინმე? არა, მღვდლებს დაუჯერეთ, ეგერ და მეებს რელიგიას კიდე. ჰელიუბედურება ის არის ქრისტიანული მსოფლმხედველობა არ გახდა სახელმწიფოს წამყვანი მსოფლმხედველობა არც ერთ ქვეყანაში. თვით ისრაელმა დათმოიგა რა, თეოკრატია გაცვალა ჰუმანიზმზე, მაგრამ ჰუმანიზმს უთხრა მე ჩემზე იყავი დამოკიდებული მეფეს. მოშორდნენ. და ამ გზას დაადგა მსოფლიო. ამიტომ კარგია გავერკვეთ ამერიკა რა არის, ევროპა რა არის და სად მივდივართ ინტეგრაციაში. იმას კი არ ვიცახით არ წავიდეთ. მაინც შეგვათრევენ. და თუ მზად არა ვარ, შესვლის შედეგად საერთოდ აღარ ვიქნებით. იმიტომ რომ იმავე წუთში ჩვენი ოჯახი ყველა ოჯახში გათახსირდება. იმიტომ რომ ეს ღირებულებაა გაბატონებული. და ყველა ქართველი ემიგრანტი, რომელიც დიდი ხნით ცხოვრობს დასავლეთში, ვერაფრით ვერ დამარწმუნებთ, რომ მათი შვილები წესიერ ცხოვრებას ეწევიან. ან გოგოები ან ბიჭები. ვერ დამარწმუნებთ რა. თუ არ ვინმე ასეთი მოვიდეს ბოდის მოუხდი და ვეტყვით ზმაყოფილი ხარ ჩემი. აი ვისი შვილებიც დაიბადნენ საზღვარგარეთ, გაიზარდნენ და იმ ღირებულებაში შევიდნენ, რომელსაც გადაგებს ევროპა, ამერიკა და მშობელი რო არა ყვა ამას, კონფლიქტი ექნება ოჯახში და შვილის მხარეზე სახელმწიფო იქნება. და გინდა არ გინდა შეყურები უნდა ჩამოყიდა მშობელმა აგინო დასავლეთს, აგინო იმას შვილთან კონტაქტი თუ გინდა მასთან ურთიერთობა სევდიანად აგზელებ ურთიერთობას რა ვქნა ჩემი შვილია. ამიგეთ და ასე დაშორდები ღმერთს. ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ შემოკარგები. ჩვენ მაგიტომ ავირჩიეთ თემები ჩვენთვის სამუშაო და საკეთილდღეო, ჩვენი აზროვნების დასახვეწად და არა თალაყბოდ და საკაკანოდ. ქრისტიანული მსოფლმხედველობის გაფართოებას ვაწარმოებთ. ტექსტები ვიცით. სიუჟეტსაც ვსწავლოთ. ეხლა როგორ ვაქციოთ ეს მსოფლმხედველობად? მსოფლმხედველობა კი აუცილებელი, ადამიანი მსოფლმხედველობით არის. ნებისმიერი ადამიანი მსოფლმხედველობის მატარებელი. აი, ნებისმიერი. ის არ ხდება, მირავაზრენია, ამით ხედავ. და რას ხედავ საგნებს, მოვლენებს, აი ეს როგორი შემოტანილია, შენ თვითონ მიაგენი რა, სწორია, შეამოწმე. ამიტომ ქრისტიანობა ის კი არ არის, რომ თქვათ, ბიბლია წაიკითხე. ასე ხედავ სამყაროს. სამყაროს ხედავ მისი ხედვით. აი, христианское мировоззрение, ქრისტიანული მსოფლმხედვა, мир и зриц. мир надо зриц, როგორ ქრისტეს თვალებით. ეს არის ხო? მსოფლმხედველობა ცოტა ქართული ისე არის, რუსულში კარგად არის სამყარო და зрение. ჩემ წინ სამყაროა და მე კიდე დამიზნებულია ჩემი зрение, არა ფიზიკური თვალები, არამედ ეს მოიცავს ინტელექტს, ყველაფერს და აღვიქვამ სამყაროს გადატყდება ჩემს თავში და ესე გადმოდა. ესე იგი, მსოფლმხედველობის გარეშე არც ერთი ადამიანი არ არის. ამიტომ უნდა მოვახდინოთ ჩვენი მსოფლმხედველობის გადასინჯვა. როცა ქრისტიანი ვარ და რამდენად არის გაბატონებული ჩემში ქრისტიანული მსოფლმხედველობა, ესაა მთავარი. ეს არის, რომ
სიამოვნებას გვანიჭებს ჩვენ. ეს არის რომ სწორი ანალიზი, სწორად გვაცხოვრებს ამ ცხოვრებაში სტრესის გარეშე. რას მათხოვრობს ერი? ეს დახმარება კი არ მინდა შენი. რეალიზაცია მინდა ჩემი შემოქმედებისა, ხელოვნებისა, ლიტერატურისა, ფიზიკისა, ყველაფრისა შემიქმნე პირობები. ხო, ყაჩაღი არ დამეცეს თავზე არაფერი, არ მინდა შენი სამათხოვროთ რაღაცა. მე მინდა მუშაობა. რაღაცა რაც შემიძლია ის გავაკეთო, გონება იქნება თუ ფიზიკა. და ამაში ფული უნდა მოვცე. ანაზღაურე. აქ კიდე დაასვეს, უმიშევარი და მაგვიზარდე პენსია, მოგვეცი ესა, დახმარება არა გვაქვს. დახმარებას კარტოფილი მოგვეცი, ეს მოგვეცი. მთელი ქვეყანა არის მათხოვრების ქვეყანად გადაიქცა საქართველოს და არ წამოგვაჯათ თავზე ესე ბეყე ბატონები. თეთა რა საზომია ბიჭო, არ ვიცი საქართველოს ჯერ სოფლიო რა ისე საქართველოს არ ვიცი და ამ ფონზე გააკივიან რა მაგრები არიან, თავრობაც რა კარგია, მეხმარება, ბაბატონო რა ისე ყავს, ბიძინა რა მილიარდელია. იყავით ესე და რა მღვდელი ყავს, ბიჭო, მღვდლები ყავს. შიოლაშვილი საქართველოს ხელი უჭირავს. ამ ინვალიდ კაცს რა საქართველოს უჭირავს ხელში, არ გადამერო რა მეტაფორა ეს არის და რა შედარება ეს არის. კაცმა ისე დაბერდა საერთოდ ბიბლია არ იცის. საერთოდ არის, ახლა უნდა ამიერში აღარ არის. და არიქა შეტევა არის შიოლაშვილზე, არიქა თითქოს ახლა სუწეწვაგლეჯვაში იყოს. რა არის მოხუცის პატივისცემა, ყველა მიწის და ვის რა არც ერთი არაფერს არ ეტყვის და არც გავაკრიტიკოთ ესა საქართველოს გააუპატიო რა მან თავისი ცურწარმოდგენებით. და არ უნდა ვამხილოთ ეს კომუნისტი კაცი? არ აიტყებ ეს ქრისტიანული რაღაცეები? ამიტომ ვისაც დიდი მიეცა იმას ტყავს გააჭრობენ. რამდენი ხანია ვაჭრობს ქრისტეს სახელით? ხალხი რა დღეს ჩააგდო. და ეს მღვდელუკების ქვეყანა როდემდე იქნება ეს გაუპარსავი მღვდლების პარპაში აქა. აი შავი მანქანებით, შავი ფორმითა და ჭუჭყიანი აზრებით და გამოტვინებული მარქსისტული, ლენინური, კომუნისტური იდეოლოგიით. არ გამარჯვე 3500 მღვდელი არ მოვისხით კაცო? უცებს როგორ გამრავდა რა კოპულაცია არის ამისთან რა მაგრად უნაყოფიერებიათ მარქსისტებს არ გამოცვიდნენ ტარაკნები და არიან მოძღვრები მანქანებით იმას აკურთხე ეს აკურთხე თვითონ გახსნელების ბუდი არის თელი საპატრიარქო არა ბედი მაგითამა ეხლა სულ ისენი არიან არ ჭამენ არ სვამენ და ქალიც არ უნდათ და კაციც არ უნდათ ერთი თუძმა ხარ ერთი რა